გავიქცე მოკლედ და გესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგიანი და დღეს ვიხილავ დრეიკის მეორე პარტს. ამ რაღაცას რეიქს ნახდად აღარ დაუძახებდი, იმიტომ რომ რაც მე ვიდეოს გარეთ ვნახე, რეიქს საერთოდ არ გავდა, რაღაც ასიბა იყო, ფოტოც კი არ გადამიღია რომ განახოთ, რაღაც არსება იყო ესე იგი და იმ სოფლიდან წამოვედი, რადგან მთელი სოფელი დაანგრია. კინაღა მოვკვდი, ორ გულზე ვიყავი დარჩენილი და გამოვიქეცი. და ეხლა გითხრათ რა არის ეს არსება. მუტანტი ზომბი, ალბათ იცით, მუტანტი ზომბი როა, ქვიშის მოვიდა და სოფელი გადაანგრია იმენა. ბლოკებს იღებდა, ვილიჯერებს ესროდა, ერთდარტყმაში კლავდა და ერთდარტყმაში 9 HP დამაკლო, ასე რომ როგორც ხედავთ, მე ავაგრო ძალიან ბევრი კინა, აი ეს guns table ვიცი რომ არ ჩანს ეხლა არაფერი არ მჭირავს, მაგრამ ammo table მერე და ხო დავამატი კიდე აი ესეთი რაღაც მუშტებს ალბათ ხედავთ და რამეს რო დავარტყავ, ნახეთ როგორ ტეხავს. ძალიან მაგრად ტეხავს, ძალიან მაგრად დავამატე და იქიდან გამოვიქეცი, იმიტომ რომ მერე ჯერ ეგროდა მესხა შილდი მქონდა, მაგრამ როცა დამარტყა შემთხვევით გამივარდა რა ხელიდან და მერე პატარა ზომბები გამოუშვა და იმასმა დამაყარეს და ერთ გულზე დამტოვეს. მერე კიდე გამოვიქეცი, აი აქეთ რა, ის სოფელი გაანადგურეს მთლიანად. ხო და მე ახლა მესაჭიროება რომ იარაღები დავკრავტო რა, აი ნახეთ როგორია ammo table. ამასთან ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ნახეთ, ანუ ეს ტრეიდი უნდა გააკეთო რა, არ უნდა დაარტყა ამას. პროსტა იარაღები როგორ დავკრავტო, აზია რომ ემერალდები ჭირდება ამას. და ეხა ეს როგორ გავტეხო ისე რომ ჩოლები იღებ ბიჭო ამას. ვაიმე, გონი ახლა ის ტიპი გამოჩნდება. მალე გავიქცეთ. მალე. სანამ ვიდეოს გავაგრძელებდეთ, თუ ძალიან გაინტერესებს ეს არსებები როგორ გამოიყურებიან, მაშინ უყურეთ ამ მომენტს და არ გადავახვიოთ. პირველი არის კრიპერი, აი ამას შეხედეთ, უბრალოდ ეს რა არის? ის რა ჩანდაბაა ბრატ. ეხლა ხმალს კი ავიგებ და ამას მოუკლავ, მაგრამ აი ეს რა არის? ამას შეხედეთ უბრალოდ. მალე პატარა კრიპერები გააჩინა. კაჩი რა, ამის მოკლა არის ძალიან რთული. შემდეგზე გადავიდეთ, ეს არის სპაიდერ ფიგი. ამას შეხედეთ რას გავს უბრალოდ. ამას შეხედეთ, თან ქსელებს აჩენს ეს. კაი, შემდეგი ეს არის ფიგლინ ბორტუ თუ რაღაცა. ამას შეხედეთ. რამხელაა და რა ძერს კი ნაჯახი უჭირავს. და ბოლო არის ელდოლოტი თუ რაღაცა. აი ეს რაღა, ამას შეხედეთ. კაჩლა გავგზავნით ვიდეო. მოკლედ მეგობრებო, ეგეთ რაღაც მთას მივაგენი და გონჯობია რომ სახლი ავაშენო აქ. იმიტომ რომ რაც
ეს ზომბები ნახე რავი ძალიან მახინჯები არიან ძალიან მახინჯები კრიპერი განსაკუთრებით აი კრიპერი აი ძალიან დიდი თქვენ უნდა გენახათ ვიზერ სკელეტონი რას გავს პროსტა ხო ეს ნივთები აქ გადმოვიდა უცებ მალე მოვიდანოთ ეს ნივთები აქ კაი სწრაფად უნდა წავიდე ახლა მე თორე შეიძლება რამე გადამეყაროს გზა და მომკალას თან აქ კაი სახლი აშენდებოდა ხო იცი კაცი რა ჯობია რომ რამე პატარა ავაშენო აი აქ ავიდა ხეების მოჭრა ცოტა კადრს გადავახო ბევრი ხე უნდა მოჭრა და როცა ძალიან ბევრი ხეს მოჭრი მაშინ დაგიბრუნდებით რა მოკლედ მეგობრებო მოჭერ ცოტა ბევრი ხე დიდი არაფერი არა 31.5 მაგრამ სახლის აშენებლად გამოდგება მოკლედ და დავიწყოთ რა ეხა უეჭველი უნდა დავიწყო ნახე ესეთი რაღაცა მოვიფიქრე რა ქვემოთ ვერ ჩამოვიდნენ მე გავაკეთებ ბუნკერს უცებ ეხა ჭირდება ეს მიჩაბი და უნდა ჩავთვალოს აი აქ მაგალითად პატარა ბუნკერს გავაკეთებ მეგობრებო იმიტომ რომ ბუნკერი მაინც საკითხია ხო ხვდით მაინც რა ბუნკერი გჭირდება ყველა ვარიანტში გინდა უსაფრთხო არ იყოს ბუნკერი გჭირდება იმიტომ რომ მე რო შემოვიტევ ბლოკების აღება და სახლი რო ავაშენო მაგ ბლოკებს აიღებენ მე ეს ვიან ჩემს სახლს და დამინგრევენ და მაგას აზრი არ აქვს სახლის აშენებას აზრი არ აქვს ასე მგონია რომ ქვეშ ავაშენო რა ბუნკერი მალე ვარ ნაუპოვე რომის არაფერში ამჭირდება მაგრამ მაინც არ გჭირდება აქ იყოს რა უჭეში კაი ბუნკერი დამოდის ხო ეხა ვინმე არ დამატებს ხოლმე აქედან წავალ სულ გინებით 4 მგონი საკმარისი კონიკი რისი ხმა ის მთელი ვიდეო აკეთებს რაღაცა აი ამაზე მაგრამ რისი ხმა არის ერთი ჯობია რომ ჩავიდე რა მაგრამ როგორ საქმე ეგ არის მეგობრებო მოკლედ ბუნკერი მაქვს ხა ჯობია რომ ავიდე და ჩამოვიტანო ჩემი ისა საჭირო ნივთები აქ დავდოთ თორჩი აგერაც დავდოთ და აგერაც აგერაც კაი
ვა მიწა სად მაქვს აქედან რამე რო ჩამომიყრის კოდარიო მე აქედან დღეს აღარ გამოვალ მაო აქედაც რამე ოთახს გავაკეთე რა გონიათ უი ფარის დაკრავტო შემიძლია კიდე გჭირდება მეგობრებო ამას დავიკრავტო რადგან ო გჭირდება რა ნახე რომ დისკან მოგერთ ერთი იმენს ერთი დიჭიროს ბარა ესე უფრო ზესტია ნახე ხმალი და ფარი რა მოკლედ მეგობრებო დღევანდელ ეპიზოდს აქ დავამთავრებ იმიტომ რომ ღამდება და ძალიან საშიშია უკვე ყოფნა ის მონსტრებიც გაქრნენ წინა ეპიზოდში კინაღამ რომ მომკლეს რაღაც წითელი არსება რო იყო და ან დინოზავრს რო გავდა რაღაც მეგვარი იმასეთი ეგენიც გაქრნენ ის ობობაც გაქრა ლეოპარდებიც გაქრნენ და რავი ყველა გაქრა თითქმის აი ამ ზომბების გარდა რომელიც ახალი გამოგონება მგონი არის ახალი გამოგონება გემშვიდობებით აბა ჰო კარგად